მეხუთე დღეა ზღვისპირა ოდესა რუსული იერიშების სამიზნეა. 15 ივლისის გამთენიისა საპორტო ქალაქზე მიტანილ იერიშ სამჯერად 3 ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინის შეერაღებული ძალების ინფორმაციით ღამის განმავლობაში 100 რუსული დრონის მოგერიება მოუხდათ. როგორც მოსკოვში ამბობენ, ჩერნომორსკის პორტში მათი სამიზნე სანავთობე რეზერვუარი იყო, რომელსაც უკრაინის შეერაღებული ძალები იყენებდნენ. ასეთია მოსკოვის პასუხი რუსეთის სანავთობე ინფრასტრუქტურაზე უკრაინის წარმატებულ იერიშებზე, რის გამოც 2 დღის წინ ვლადიმერ პუტინი გაორმაგებული პასუხებით დაიმუქრა. უკვე დღეს მისი საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უკრაინას ტერორიზმში სდებს ბრალს, აზოვისა და შავ ზღვებში რუსულ სანავთობე ხომალდებზე მიტანილი იერიშების გამო. ამასთან რუსი დიპლომატი დარწმუნებულია, რომ უკრაინა ევროპასთან ერთად დონალდ ტრამპის გადაბირებას ცდილობს. ამის შესახებ ლავროვმა ჩადის რესპუბლიკასთან დიპლომატებისთვის უვიზო რეჟიმის გაფორმების შესახებ გამართული კონფერენციაზე განაცხადა. ცენტრალური აფრიკის ქვეყნები რუსეთისთვის დასავლური იზოლაციის ფონზე აქტუალობას არ კარგავენ. ალიასკის სამიტის შემდეგ დონალდ ტრამპი შეთანხმებასა და წამოწყებულ პროცესზე საუბრობდა. ევროპამ და უკრაინამ კი მაშინ თქვეს, რომ პროცესში არ მონაწილეობდნენ და შესაბამისად ეს მათ არ ეხებოდათ. ახლა ყველაფერს აკეთებენ და ცდილობენ ამერიკის შეერთებული შტატები გვერდზე გაიყვანონ. პრეზიდენტი ტრამპი ამ ცდილობებს არ აფასებს. ის არ ამბობს, რომ ალიასკის შეთანხმება გაუქმდა. აი ევროპელები და უკრაინული რეჟიმი კი საჯაროდ აცხადებენ, რომ ალიასკის შეთანხმებები მკვდარია და უკვე დაიმარხა. ეს მეკობრეობაც აღარაა, რასაც უკრაინული რეჟიმი ახლა აკეთებს. მეკობრეები იპარავენ და თავისთვის მიაქვთ. ეს კი არც მათთვისაა და არც ხალხისთვის. მხოლოდ იმისთვის, რომ ვინმეს ზიანი მიაყენონ ან შეაშინონ. ეს უბრალოდ წყლის ტერორიზმია, რომელიც ვლინდება არა მხოლოდ აზოვსა და შავ ზღვაში, არამედ ყველგან, სადაც უკრაინელები ხედავენ შესაძლებლობას ზიანი მიაყენონ რუსეთს. Нанести ущерб, как они считают, Российской Федерации. ეს კი სუმის ოლქია, უკრაინის ქალაქი, სადაც რუსულ იერიშებს რამდენიმე დღის წინ 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვი. 20 დაიჭრა. რუსული სარაკეტო იერიშების ამსახველ კადრებს საერთაშორისო მედია ავრცელებს. ასეთ ყოველდღიურობაში ცხოვრობენ უკრაინელები უკვე მეხუთე წელია. იმ ქვეყნის მიერ წამოწყებული ომის შედეგად, რომლის პირველი დიპლომატიც უკრაინას ტერორიზმში სდებს ბრალს. სერგეი ლავროვის განცხადებებს კიევში არ გამოხმაურებიან, თუმცა ომში მყოფმა ქვეყანამ ტერორისტის სახელმწიფო სტატუსი რუსეთს ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში მიანიჭა. იმ ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის წამოწყების გამო, რომელსაც მთელი მსოფლიო ომად აფასებს და რომელმაც ათასობით უკრაინელის სიცოცხლე იმსხვერპლა. გაეროს ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ივნისში გააქტიურებული რუსული იერიშების შედეგად 300-მდე უკრაინელი დაიღუპა. 2000-მდე პირი კი დაშავდა. ეს კი ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.